დადგა შაბათი საღამორას იმას ნიშნავს, რომ გამომწვევი თამაშები იღებს სტარტს. ჩვენ კი მისი წამყვანები, ულამაზესი და უმშვენიერესი თაკო ჩორგოვაშვილი. საღამოს მშვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს არის მართლა ჩაბათი საღამო, რაც იმას ნიშნავს, რომ არის საუკეთესო დრო და მომენტი, როდესაც უნდა მოუსხდეთ ტელეეკრანებს და თვალი ადევნოთ, რა თქმა უნდა, ყველაზე გასართობ, ყველაზე მხიარულ და გამოწვევებით სავსე გადაცემას გამომწვევ თამაშს. და რა თქმა უნდა, დღევანდელ გადაცემასაც არ მოაკლდება მხიარულება, თავგადასავალი, გამოწვევები და აზარტი, რაც მთავარია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენი სტუმრები უზრუნველყოფენ ამ ყველაფერს, ხო? აუცილებლად სტუმრებს ძალიან მალე წარმოვდგენთ ჩვენს ტელემაყურებლებს, თუმცა მანამდე უნდა შევახსენოთ, თუ ვინ არიან ჩვენი სპონსორები. დიახ, ჩვენი გადაცემის წარმდგენის შესახებ უნდა უთხრა მე ჩვენს ტელემაყურებელს, ჩვენი წარმდგენია Coca-Cola, რომელიც ყოველთვის გვავსებს საჭირო ენერგიებით და რომელიც ძალიან გვადგება ხოლმე აქ ამ სივრცეში, Coca-Cola, რომელიც ცდილობს გამოგზაუროს 3000 წელში. და ახალი პროდუქტის გემოც შემოგთავაზოს. გარდა ამისა, ჩვენი გადაცემის პარტნიორი გახლავთ PSP, რომელიც გვთავაზობს საკვები დანამატების ფართო ასორტიმენტს, ასე რომ თქვენს იზრუნეთ, თქვენ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე PSP-სთან ერთად. და ასევე შუხმან ვაინშატო არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც მდებარეობს თელავის რაიონის სოფელ კისისხევში და რომელიც გამარჯვებულს გადასცემს ორგაციან საგზურს თელავისკენ. მოვიწვიოთ დღევანდელი ჩვენი სტუმრები, რომლებიც ძალიან ლამაზები, ნამდვილად ძალიან ნიჭიერები, სოციალური ქსელების, შეიძლება თამამად ითქვას, ნამდვილი ვარსკვლავები, ძალიან ცნობილი ინფლუენსერები. მოკლედ მთელი ინსტაგრამი გვიყურებს. წავედით, წარუდგინოთ ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები, ანანო სახელაშვილი და მარიამ გველესიანი. როგორ ახარ ულამაზესებო და როგორ მიხარია რომ თქვენ იქნებით დღეს აი მე ერთი წუთი მოდით შეხედეთ ხალხო შეხედეთ ბედნიერი წუთი დაიწყო მე მგონი ვერა ვარ კარგად თხოვთ დაბრძანდით არაჩვეულებრივად შეიძლება წყალი შემოგვიტანოს არაჩვეულებრივად კარგი, როგორ ხართ? ძალიან კარგია, რომ დღეს აქ ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენს ძალიან გვეხარია. მზად ვართ თამაშების. ესე იგი, ნამდვილი რეკორდსმენები შეიძლება თამამად ითქვას სოციალურ ქსელში. ყველანაირი რეკორდი მოხსნა ამ ორმა ქალბატონმა. აზარტულები ორივე რომ ხართ, ვიცით. თქვენი აქტივობებიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში თუნდაც, მაგრამ აინც რომ უთხრათ მაყურებელს, აი მსგავსი ტიპის გამოწვევებში, რომელი უფრო აზარტული ანონ დავიწყოთ შენგან. კი, ზოგადად მიყვარს მსგავსი ტიპის აქტივობები და ზუსტად ამიტომაც ვარ ახლა აქ თქვენთან ერთად. თუმცა ვნახოთ. აი მამასთან მსგავსი ტიპის თამაშები არ მოსულა, იმიტომ რომ ისეთი აფერისტია, ითვალებში გიყურებს. მართლა, ხო და მე მარიამ გადაწყდა რომ ისე იტყუება, ითვალსაც არ დაახამდა. გადაწყდა რომ მე და მარიამი დღეს ვიქნებით ერთ გუნდში, თაკო და ანანო იქნებიან. ხო, არ დავიწყდა, ხო დავიწყდა ანან ზედმეტსახელად რაც ეძახი. რა აქვს ზედმეტსახელი? აფიორაკალი. რა გველოდება პირველი? დღეს პირველი იქნება 100 ქულიანი, მოკლედ ყველაზე მოდური გამოწვევა, რომელსაც მალე გაიგებთ თუ რაში მდგომარეობს ამ გამოწვევის არსი. მოვიპოვებთ პრიზებს და გავარკვევთ ხერხი ჯობია თუ არა ღონესა. აი ამ პასუხს გავშევთ. შემდეგ უკვე დავუბერავთ და ჩავაკრობთ კიდევაც. თუ რას დაუბერავთ ამას მალე ნახავთ. მერე უკვე დავამატებთ მეგობრებს, გადავურეკავთ, შეიძლება ითქვას და გავაბამთ კიდეც მათ მახეში. სპონსორის ჩელენჯიც ერთი ძალიან საინტერესო გამოწვევა იმალება და ამას მალე თქვენ თვითონ ნახავთ თუ რა არის და მერე ვითამაშებთ დროშობანას. დაახლოებით მე მგონი ხვდებით რა იქნება მისი ასე ვთქვათ სპეციფიკა. ოღონდ ეს დროშობანა არ გეგონოთ ან ორ დროშობანა ან სამ დროშობანა ან რამოდენიმე დროშობანა, სხვა დროშობანა, მალე მთელი რიგი გამოწვევებია თამაშის პარალელურად. თუ რა ამას ძალიან მალე გავიგებთ. მოკლედ მე ახლა იზღა დამრჩენია მივმართო ინსტაგრამის მომხმარებელს ჩართეთ რუსთავი 2 იმიტომ რომ ნამდვილი ვარსკვლავები არიან ჩვენთან ერთად ალბათობთ ამიტომ უკვე ჩვენ სივრცეშიც ადევნეთ თვალი მზად ხართ? კი მოდი ჩემს პარტნიორს მოვკიდო ხელი მოდი ჩემთან მარიამ მოდი ჩემთან მოდი ერთად უთხრათ ყველამ ერთად უთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს რომ გამომწვევი თამაშები იწყება
ალბათ მიხვდებოდით, რომ ვიწყებთ ყველაზე მოდურ გამოწვევას. აი აქ, მეგობრებო, ქალბატონებო, გვაქვს სხვადასხვა ზომის, ფორმის, მატერიის სამოსი. მარიამ აქაც სხვათა შორის. მაგრამ იცი რა არის, მე მგონი ჩვენ ძალიან სქელი რაღაცები შევხვდით რა. არა, უკვე ხედა უსწრაფოდ. არა, შეხედე, ამას შეხედე რა. გოგო მაისურები ძალიან ბევრი და ოღონდ არა უშავს ესეც. არა. ხო და ესე იგი ერთი წუთი გვაქვს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამოსი მოირგონ გოგონებმა და შემდეგ ჩვენ დავთვლით გახდის პროცესში ამ ყველაფერს. აბა შენ მე მაქსიმალურად დაგეხმარები. ზად ხართ? ყურადღებით. 3 2 1 წამი. მიდი. მაისურები ძალიან რთული ჩასაწყელია ხალხნო. და ისინი ჩაიცი. მიდი. კარგი გოგო ხარ. აი მიდი. მიდი კარგად არ შეგწდეს. სულ მაისურებია და ამაში დროს დავკარგავ მე. მოდი, აი ამას. მაგასაც ჩაიცვამ, კაი მიდი. რაბიანის ნახევარი დრო ფაქტობრივად გავიდა. ძალიან ბევრი მაისურია, მოდი პერანგებზე ხوار. ეს რა არის? რა რთული ჩასაცმელი რაღაცები შეგვიძლია. აუ ეს რანგისით. ხო, კარგია, ჩაიცვამ პერანგებზე. ეს არის. არა, კარგი, ჯექტოროთ და კარგავ, მიდი. არა, კიდე ერთი პერანგი. მოდი. აი მე რაღაცა ძალიან. რო, მორჩა, ქუდი საწაიღე, ქუდი გეხურა. არა ხურა. ნარბას ვკითხა, ქუდი ეხურა თუ არა? კი. ეხურა. თუ ეხურა დაში დაუკარით. ეხურა. შეიძლება 2024 წლის კოლექცია. მარიამ გველესიანი, აპლოდისმენტები. ანანო მოდი. დიზაინერი ზურაბ გორგაძე. ანანო სახელაშვილი თქო. დიზაინერი თამარ ჩორგოლაშვილი. მოკლედ დავიწყეთ. რამდენი აცვია თან? 1 მოდი მე შენ სასწავლი. 2 ხათა შორის ეს ამოტრიალებული იყო ხელი და მაგიტო გამიჭირდა რომ უბრალოდ ჩავიცე 3 4 ისურებში 5 აუ ზურა ნუ ითვლი ხმამა 3 6 4 აქ ეს კუდი 7 ეს 5 აი ხადიანო 5 კომბოსტო აი მე პაპატია არა ვიწროზამე აღარ თავდება რამე შემთხვევით ისეთი არ გახარავ შენი ჭირე ვა შენ დაიწყე და მე გავახცელებ მარტო როგორ მოვახერხეთ აი მარტო არიცი ბრავო სათვალავი ამერია არა თავიდან უნდა დავთვალო 3 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 ცალი და 1 ქუდი წეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ შევაგროვეთ 12 სამოსი რამდენი გაქვს თქვენ 1 2 3 4 აფიო 6 7 აფიო 8 ჩვენ 12 მაინც მაშასე პირველ ტურში გამარჯვებულია ჩემი გუნდი და მარიამ გველესიანი ჩვენს ქალბატონებს მოუწევთ რომ საკუთარი ძალები გამოსცადონ თუ როგორ აი ამას რამდენიმე წამში გაიგებს მოვადექით შემდეგ ტურს
წელს გახლავთ მოიპოვე პრიზი და გოგონებს თუ უნდათ რომ მოიპოვონ პრიზი, მათ ესეთი საოცარი გამოწვევა უნდა შეასრულონ აუცილებლად. თაკო უკვე სთის თავის თავზე. რთულია თაკო? შემდგომ მაგალითი არა იყო ანა. აი, ესები გამომიყვანეს. მოკლედ, გოგონებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი, რა თქმა უნდა, სამოსის მორგებას, ეს მათთვის ძალიან ორგანულია, მაგრამ ჩვენმა ბოროტმა პროდიუსერებმა განიზრახეს, რომ გოგონები ძალიან უჩვეულო ამპლუაში შემოგთავაზონ და შესაბამისად მათ მოუწევთ აი ეს ხის მორები დახერხონ. მონაწილე, რომელიც მოახერხებს და პირველი დახერხავს მორს, ის მიიღებს აგზურს სოფელი კისისხევისკენ, თელავისკენ, შუხმანბაის შატოში. იუჰუ! ხელებით, ნახეთ, რა სილამაზეა. ეგეთი ნაზიცარა. ეგეთი ნაზიცარა. აი, ნახოთ. ერთი წამი მიკაცრავად. რა გინდა, რა მანიპულირებ რა ჩვენ რა, შეხედეთ. მარიამ ფეხი არ შეგვიძლია. აბა თქვენი შილაკი არ გაიფუჭოთ. მზად ყოფნა. 3 2 1 დადრო ჩაიხო. მე რა გასავლე. ერთი ადგილი აირჩიე. ოჩა. კარგად მიყარ. რამდენი გვაქვს დრო? არ დააგდო, ეს არის მნიშვნელოვანი. ძრაო. სინაგიჭე. დავა არ მე ამ მდგომარეობაში სულიად ბუნებრივია. მე დავდიოდი. ჩემი წინა პროფესია ესეა. მარიამი თურმე ხერხაზე დადიოდა. ამოწყლი! საბძყა! ყაჩა, მიწა, ანანასაყოვაში მიდი ანანას. მარიამ გველესიანი არ ჩამორჩება. დაწინაურდა მარიამი. და აი უკვე გავედით ბოლოსკე. ფსიქოლოგიურად უნდა გავტეხო ანანო. მარიამი მორჩა. აი სულ რაღაც რამდენიმე ნახერხის მარცვალი და უკვე გამთავრებ. მიდი მართლა ამთავრებ, იცი? მიდი. მოგითხარი დავდიოდი. ანანო, რასაკეთებდი? ჩაუშვი. აი ეს ბოლო. აი ბოლოა. აი. ხერხავი. ვერ მივედი. ეს არის შემდეგი ტორი. შემდეგი გამოწვევა არის წინ, სადაც არ ვიცი რამდენად მოახერხებთ. პრინციპი იქა, აფიორა შესაძლებელია. აფიორა არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად უნდა გავარკვიოთ, რომელი უფრო კარგად უბერავს. აი, გავხსნით წინ მაშინ და ველოდება უკვე გამოწვევა დაუბერე და ჩააქრე. გამქნევება ეხლა ნამდვილად ჭირდება მე და ანანოს, იმიტომ რომ თავარი შეკითხვა ასე ჟღერს. როგორ? გაათანაბრებს თუ არა ანგარიშს და მოვიპოვებს თუ არა 300 კუბას. რომ 300-ით 0-ია ფაქტობრივად, მაგრამ ჯერჯერობით, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ანანო ეხლა გაიღვიძებს კარგად და კარგადაც თუ შეიძლება მარიამს უფრო გრძელი ფეხები. როგორ? ორ ეხლა ფეხების სიგრძე არ უჩივით ფეხების სიგრძე. არა. მოკლედ სანთლებს ხედავთ. ფეხზე სათურაო მასტები უკვე მოვირგეთ. სურა შეგიძლია აგვინთო? თუ შეიძლება. ესე იგი, მე ახლა სანთლებს ავანთებ და გოგონებმა აი ამ საცურაო ლასტებით და ფეხების ქნევით უნდა მოახერხონ და რაც შეიძლება მალე ჩააქრონ სანთლებს. დროს ნუწელა. ჩემი სანთლებია, ეს ჩელენჯი მაინც მოვიგოთ. ასე მოწიწებით. გადმოაგდეთ რომ იწვია. შეიძლება. ჰოპ. აი კიდევ ერთი გამოწვევა. კარგი, გოგონებო, თქვენ მოემზადეთ, იმიტომ რომ ახლა დაღლა ნამდვილად არ აქცდეთ. მარიამ, აბა და შენმა ფეხებმაო ამას რა თქვა. გაუჩერებლად უნდა ივარჯიშოთ ფაქტიურად ეხლა.
და გააკეთოთ ყველაფერი, რომ რაც შეიძლება მალე ჩააქროთ სამივე სანთელი. მზად ხართ? არა. აუ ერთი ცოტა დამცხად, ერთი დამინი. თაკო დამეხმა. როგორია ზურაბა? კარგია. დაზოგე ფეთები. 3 2 1 წავიდა. ვაიმე. რა ვქნათ ისეთ არა, კარგია. აი პირველად გამომწვევი თამაშების ისტორიაში ერთ წამში მოახერხა მონაწილე ჩელენჯის მოგება. ყოჩა, ანანო. მობრძანდით. ყოჩა, ნახე როგორ გახარებულები არის ეს. შევარგოთ. არა უშავს. ბრავო, ნამდვილად დაიმსახურე. აპლოდისმენტები. ბრავო, ანანოს. ანაცის ამასი ქულა მოვიყავეთ. ახლა ჩვენი წარმდგენისგან კოკა-კოლას შემოგაშველებთ, რომ გაგრილდეთ. ნამდვილად ცეცხლოვანი თამაში. ოდენი გაგიხსნი? შეაჯობებს. ეს გოგონებო გახლავთ. Coca-Cola Creation-ისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შემოთავაზებული ახალი პროდუქტი, რომელიც გვამოგზაურებს 3000 წელს. მეორე ავიღე ერთი არ აბა. ჩვენ გამარჯვება სამასწავლდება მეტი, მაგრამ არა. კარგი, ნუ პრინციპში თამაშს ვიწყებთ თავიდან, ასე გამოდის, იმიტომ რომ ანგარიშია 300 გოგონები ორივე დაწინაურდნენ და გადავდივართ შემდეგ ტურში ჩვენი მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი გამოწვევა. დაურეკე მეგობარს, იგივე დაამატე მეგობარი, აბა ვნახოთ, ახლა უნდა ჩართოთ თქვენი იმპროვიზაცია და თქვენი იუმორი და ყველა ის შესაძლებლობა რაც გაგაჩნიათ. იმიტომ რომ არავის აღარ ჯერა ჩემი უყურებდა ტელეფონზე რა ამბითაც აღარ უნდა დავრეკო, მარიამ გეყოს. გოგონებო. ჩვენს წისქულზე შეიძლება ითქვას, რომ წყალს ასხამს. მოკლედ დღეს ვიღაცას გაქურდავენ და ვიღაცას ართან საჩუქარს დატოვებენ. ავედით. აი ასე მოვადექით გამოწვევა სახელწოდებით დაამატე მეგობარი, აბა გოგონებო ტელეფონები ხელთ გაქვთ. მე კარხასიაძე ვარ. ხა იმიტომ რომ მგონია რომ ანანომ ამ ტურში მაინც უნდა გაამართლოს თავისი სტატუსი ამ მარიამის შესახებ რატომ გაქვს ეს კითხვის ნიშანი? რატომღაც მგონია რომ აი ეხლა უკვე ანანოს ჯერია დაამტკიცოს. გოგონებო, ხარი ისეთი აფერისია, ხო? ერთმანეთს რო აბრალებენ, ის უფრო აფერისია. არა, მე გადახილი მაქვს სახელი. ვის ბილო კარგად გაართმევს თავს ამას უნახავთ. მოკლედ, თქვენ გაქვთ 2 ტელეფონები. ასევე გაქვთ 20 სიტყვა და წინადადება, რომელიც პარალელურად გამოჩნდება ეკრანზე და ნუ თქვენ უნდა აირჩიოთ ადრესატი, ვისთანაც დაარეკავთ და უნდა გააბათ 10 ორაში სიტყვა, რომელიც ძალიან პოპულარულია დღევანდელ გადაცემაში. კარგი, იწყებს ანანო. კარგი და გითხარი ანანო, ვის დაურეკავ? ურეკავ ჩემს მეგობარს ქეთის, გვარი, ქოჩქიანი. ქეთი ქოჩქიანს урეკავთ, ანანოს მეგობარს და ნახოთ, მოკლედ. უკვე მეშინია. შენი დასაწყისი მდგომარეობს შემდეგში, პოლიციაში ხარ. და ვიბძვით უკვე. შენ სიტყვები მიკარნახე? არა. სიტყვებს დაინახავ. კი, რო გამოჩნდა. ორ მაქსო ჭამო. ქეთ, რა შვები? დავიშენ. რავი, გოგო, არაფერს. ქეთ, იცი რა მინდა კითხო? დაცვაზე ხო ყავს აყვანილი მაღაზია? ხო. ანუ მჭირდება, იმიტომ რომ პოლიციაში ვარ ახლა, განცხადებას წერ გუშინ გამქურდეს. კიდე? ხო. როდის? ხო, მაღაზია არა, სახლი. როდის ჩემთვის გოფიცე? გუშინ. გუშინ და შენთან? ხო, და ისეთი რაღაცეები მომპარეს, რომ რავი, დანა ჩანგალი და ისეთი უმნიშვნელო რაღაცეები, რომ მიღადავები, გოგო. ხო, და ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ჯესი მომპარეს. მიღადავები ჩემთან გაქცევს. არა, და ჭაღი წაიღეს. რა თამაშო? ანანო. მასადა დაჭერდა. არა, ელისოს არ აი მე მგონი ასეთი ჯერ არ მოხდა გადაურეკეთ. იცი რა, უფრო დრამატული უნდა იყოს. დრო გავაჩერეთ, წუთი და 12 წამი ისე გაქვს. ესეც მე ვარ. ჯერა ხო ყველამ დაინახე. დაიწყო რაღაც მომენტში. დედა ჩემს ურეკავს.
მე დედასთან დაურეკე რომ არ იცის დედამ არაფერი. კარგი ერთი წამი დრო გაჩერებულია. აქ მთელი ამბებია. გავაგდეთ ეს ადამიანი. აბა ხა ოჯახიც ფეხბურთს დავაყენებ ნახეს თქვენ. ხო. გოგო ელისო მარიცის არაფერი წასული იყო მარტო ვიყავი გუშინ ძაღლთან ერთად. აბა როგორ გავხურდეს, ნუ გამარი სახლში ვინ მოგივარდება და ვინ გულდა. გოგო, ავდექი, ანუ ისეთი რაღაცეები არ წაუღიათ. ავდექი უბრალოდ ძაღლი არ იყო და კამერა ხომ იყენია. კამერაში დავინახე რომ ქურდები იყვნენ შემოსულები. ორი ტიპი იყო ვიღაცეები გადაცმულები შავებში. მინირე კამერაში. ნუ გადამრიე ხა. გოგო. მიყვები ჩემ პოდკასტზე. მართლა რა. ანუ კამერებში ვნახე და შემიძლია გაჩვენო, ანუ ვიღაც გიჟები იყვნენ. ტიპებს იხვის და ჟირაფის ფორმები ეცვათ, ანუ არ ვიცი რა სჭირდათ, ანუ რისთვის შემოვიდნენ, იქნებ შეეშალათ საერთოდ ბინა. არც არ დარეკე, არც პოლიციაში არც არ კი, დავრეკე, აქ ვარ თქო, ანუ განცხადებას წერ არაფერი არ მადარდებს საერთოდ. მაინც მითხარი რომ მოვეთხიო და სათხარ. გოგო, წერე თელზე განყოფილებაში, ერთადერთი ეხავ წერ განცხადებას იმაზე, რომ ძაღლი მაინც დამიბრუნონ, იმ დანაჩანგლებს წაუღიათ ჩემი ჭირიც. აი, ვისთან მიხვედი ერთ ნორმალურად ვთად მიხვედი, ნუ გადამრიე შენ ახლა მართლა. წერე თელზე. ერთი წუთი, ანუშკა გავუხურდიათ და ერთი წუთი იქით ვეღარ წავაო. სათხარ ადგილას მომწერ. კი, წერე თელზე და იცი რა მინდა კიდე ბოქლომი და ჯაჭვის რამე, ანუ ისეთი მაღაზია მინდა, სადაც შეიძლება რომ შევიძინო ბოქლომი და ჯაჭვი, იმიტომ რომ მეშინია მაღაზიაც არ გამიქურდონ. ჩემთანაც გაფიცება, ანუ პოლიციაში, ანუ ამ ყველაფერს არ უყვები, არ გეუბნებია რა უნდა გააკეთო? კი, გოგო, როგორ არა, ანუ რისთვის ვარ მაშინ აქ? ანუ დაჟე ლობოსა და არ არის არცალია მარტო ვარ, ანუ ეხლა ხანს გავიღვიძე და ეგრევე რომ დავინახე რომ ძაღლი არ იყო და არეული იყო სახლი, თან წერილი დატოვეს გოგო, ავუნტყოფები იყვნენ ვიღაც ის რა ქვია ანუშკა მაგრაქცემ. გოგო წერილზე ეწერა მადაგასკარი. არა გოგო, ნეტოს გაყარი ყოფილიყო, ვაფშე არაფერზე არ დავდარდობ, ერთადერთი პროსტა ძაღლი დამიბრუნდა. კარგი დრო არის უთხრათ ამ ადამიანებს მართლაც ხაფა. კეთი გაები. აბა მასი უთქვათ, იმიტომ რომ მე მგონი ძალიან ვანერგიულეთ და პოლიციის განყოფილებაში ხშირად გიბარებდი. რატო? კიდე მომთხარო და წადი შესაქმეებზე კეცადი. მე მგონი გამოცდილება გააქვს. ხომ მადლობა შენს მეგობარს. მადლობა კეტუი, კუჩდი. კეთის უთხრათ რომ ჩვენ გამომწვევ თამაშებში ვართ და სწორედ აქედან ვრეკავდით. ანანო არის ჩვენთან, არის ჯანმრთელი სახსალამათი, არ გაუქურდავს არავის მათლა. აი ესეთი არაჩვეულებრივი მეგობარი ყავს, როგორ განიცადა ინტერვიულა და შევიდა თავიდან ბოლომდე ანანოს მდგომარეობაში. შეულიყავი რაღაც მეგობარი გაგიბრაზდა და გაკოჩე. გამით ვასწია. რაღაც მომენტში რომ არა, დედა ჩემს არ უთხრა. ნახოთ აბა მარიამი რასams. აფერისტი მარიამი. მედია. გაამართლებს თუ არა? სადაც დარეკვენდი პასუხს. ვისთან ვრეკავთ მარიამ ეს გითხარი? მედიასთან ჩემი მულია. კი ბატონო. დაკალი მული უფრო. ნახოთ აბრალებს მას ცილს. რომელსაც ძალიან კარგად მართლა ისეთია. მე დერა შვები. მე ეხა თუ დგახარ დაჯექი, ისეთი რაღაც უნდა გითხრა, არ ვიცი, ალბათ ვერასდროს ვერ დაიჯერებ. დაჯექი და გეტყვი. მოკლედ, კარებზე მესმის ზარის ხმა. ვაღებ და არ ვიცი, ისეთი სურათი მხვდება, რომ არ ვიცი, შეიძლება მართლა არ დაიჯერო, რაღაც ხუმრობა გეკონოს, მაგრამ წერილი და თოთობავში დამხვდა, კარი რო გავაღე. მე გადავედი გოგო. რა ვქნა, არ ვიცი, პრიუჩი ვერ ჩავაბარებ. ანუ რა ვუყო, არ ვიცი, პირველი გირეკავ შენ. რა გავაკეთო, აი წარმოდგენა არ მაქვს, ესეთი არც გამიგია ვინმეს რო გქონდეს ესეთი შემთხვევა. არ ვიცი, ალბათ უნდა დავიტოვო? არ ვიცი, რა ვქნა, არ ვიცი, მითხარი. რა ვიცი, ალბათ რავი, მილიონი რაღაცა ჭირდება ბავშვს, პამპერსები, ფაფები, აი არა, მე მომისმინეთ ხო, ეხა ხუმრობის დრო არა მაქვს, აი ძალიან ცუდად ვარ. პატრულში არ დავრეკავ, ეგ არ მითხრა, გამორიცხულია.
რა? მედე. არა, ირაკლისთან. რავი, ფიქრობ, ხვიჩას დავარქმევ ალბათ, რავი, შვილი არ მყავს და მეყოლება რა გავაკეთო, არ ვიცი, ანუ კარებთან ბავშვი დამხდარ, ანუ წავიყვანო. უნდა დამეხმარო, მედე. მეყოლება უკვე, ხო, აი, მაშინ უნდა რავი, ჩუმად გავზარდოთ მაშინ, იმიტომ რომ ვის უთხრა კარებთან ბავშვი დამიტოვეს თქო და რავი, ხვიჩა დავარქვით, ხო. დილით მე მეყოლება, რავი, საღამოს მე სამსახური და დაბრუნდები შენ. ეხა დაჟე საყიდლების სიაც კი ჩამოწერე. აი, არ ვიცი, შოქში ვარ, კარტოფილის კოტლეტი შეიძლება, რავი, უყვარს, ეჭმევა პატარა ბავშვს, არც ეგ არ ვიცი. დაჟე გაცებული ხო ვიყავი მე და ეხა ნიორი გამოვისვით ცხვრში, რომ მეთქი რამე არ გადავდო ბავშვს. მედე. გოგო, რა ვქნა მითხარი, რა გავაკეთო? პირბადე უნდა ვიყიდო, ეხლა მივდივარ სახლში ვარ ხო და უნდა გავიდე პირბადე ვიყიდო და ეს ბავშვი ის დაუტოვო, ეგეც არ ვიცი. გამომიყვანე მე დამიტოვე. მაგრამ მანუ რა კარგია, ნახე ბლოგერი დედა გავხდები, მეყოლება ხვიჩა, შვილი, ბავშვი კართან დამიტოვეს, მგონი უკვე მიყვარს თან. მიყვარს თან მგონი. ბორჯა, ბრავო. მედე. ცოტა შოკურ მდგომარეობაშია. სკვეშ მართლა მეგონა რომ მოუყვანე. შენი მული არის შოკურ მდგომარეობაში. მაზა შეგატყო, მაგრამ ხო, აი, საკმაოდ დაუჯერებელი ამბავი. არა, მადლობა რომ მომისმინე. გადადების შემდეგ ავანჯერა, მაგრამ პირველ წინადადად გავიჭედე, რომ რაღაცა მოხდა. კარგი, მოკლედ, მაშინ იზღა დაგვრჩენია რომ დაუჯერებელი იყო, მე ვფიქრობ რომ გაგიწერებათ. მადლობა უთხრათ. და ამასობაში თან 14. არა, ბავშვის შვილი მეყოლება. კარგი იყო, ეხა იმედია ვინმე არ დამიტოვეს. კარგი. ბრავო, კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. ეს გახდათ 400-ხულიანი გამოწვევა. ანგარიშია 700-ით 300, მაგრამ წინ არის 500-ხულიანი სპონსორის ჩელენჯი, ასე რომ ამჯერად უკვე ჩვენ სტუდიაში ძალიან მალე გაჩნდება სარბენი ბილიკი, რომელზეც აუცილებლად შევდგებით. ჰელიუმის ბუშტები და სათამაშო თოფები. ნახოთ აბა ამ დავალებას გოგონები როგორ გაართმევენ თავს. მაყურებელს შევახსენებ ანგარიშ 700-ით 300 არის, მაგრამ მე და ანანო დღეს ამ გამოწვევის პარალელურად ზურა ნუ თაღლითო. შევეცდებით რომ მოვარტყათ, ასე ვთქვათ, მიზანში, გააჩერეთ ეს ვერ უმეტყველებს და მოვიპოვოთ ქულა, რომელიც ამ გამოწვევას მივანიჭებს და არც ისე დაბალი არის სხვათა შორის. მთავარი პერსონაჟები ამ ჩელენჯის არიან სარბენი ბილიკი, ჰელიუმის ბუშტები და მთავარი იარაღი. იარაღი ოღონდ არაცივი იარაღი მეგობრებო. რომელიც უკვე დატენილია სხვათა შორის და მოგვიწევს რომ ერთი წუთის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მოვარტყათ მიზანში. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ოპერატორი გაგვექცა, ერთი ოპერატორი გაგვექცა. ეს ალბათ ექნება 7 მცდელობა, იმიტომ რომ გვაქვს 7 ტყვია, 5 ჰელიუმის ბუშტი და იმედი მაქვს. ნუ ატრიალებ ამ იარაღს შენი ჭირიმე ასე. ძალიან კარგად ისვრის, თაკო მინდა გითხრა. მოკლედ ყურადღებით. ჯონ ვიკი, ან ლარა კროფტი. 3, 2, 1, ჩართეთ დრო. გადატენეს ჩქარა. შემდეგი. ემში. ვერა. ანანო, კარგად ისვრისო. ისვრის, კარგად ისვრის. შემდეგი. მიდი. ოპა. ეს ორი. ყოჩა, ხანანო, ეს გოგო მართლა ის. 3. მიზანში. მიდია. არისო. ერთი. მე მგონი ტყვია აღარ. მორჩა. ჰელიუმის ბუშტი. 7 ტყვია ესროლა ანანომ და 3 გაარტყა. კარგი, მარიამის ჯერია. ახლა მარიამ გთხოვთ სარბენ ბილიკზე. ბოდიშს. 3, 2, 1. გავიდა. პირველი სტელა გარუმატებლად დამთავრდა. კარგად დაუმიზნე. აბა მეორე ვნახოთ.
აი კარგად დავარქეთ. თავარია ეს არავის გაგარტყა. მოხდა? მიდი. ვაუ. აბა მესამე ვნახოთ. ესე თუ გააგრძელებთ. რაღაცა უქნა ხდება. ხმა გავიგე. არის ჩვენი. არაფერი საერთოდ არის. კი, ხმა გავიგე. აი, ესე აგაო. ერთი. და შემდეგი, მიდი. ორი, კარგი ხარ. აბა ვნახოთ. არავინ გამა. სამი. და ოთხი. აბა მივიყავ. ბრავო ანანო კარგი მაგარი სნაიპერი და მოგებების არავინ გაბედოს არ თქვას რომ სალია არ მაქვს მიზანი. ოჩა გოგონებო. დავნებდი. საერთოდ დავნებდი მე. იცი რა არის? ორივეს არაჩვეულებრივი მიზანი გქონიათ. ყოჩა თქვენ, მაგრამ ნუ მარიამს არ პირველად გაისროლეს. წავედით და ყვები ვიძარ დავჭი კარგად. ვერსადაც ვერ წახვალთ, იმიტომ რომ 1200-ით 300-ია მართალია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ესეთი გადამწყვეტი ტური, რომლის ფარგლებშიც ანანა შენ შეგიძლია მოიპოვო 1000 ქულა. ანუ ეს არის ჩვენი მართლა ბოლო შანსი ახლა რომ შედეგები გავაუმჯობესოთ. ზურა რა საპირებ? ასასე წავედი შემდეგ ტურში. რაშაბანა გაგიწაჭამაშო. მადლობა თქვენი აპლოდისმენტები ახლა ნამდვილად გჭირდება თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ პირველად მე მგონი გამომწევით აბაშების ისტორიაში ძალიან ნერვიულობ და რატომ უთხრა ჩვენს ტელემაყურებელსაც, ჩვენ ახლა მოგვიწევს რიგრიგობით გამოვიცნოთ 5 დროშა, სხვადასხვა ქვეყნის დროშა. და თუ ვერ გამოვიცანით, უნდა ჩავყოთ სახე აი სხვადასხვა პროდუქტებში, რომელიც მოგვიმზადეს ჩვენმა პროდიუსერებმა. ძალიან დიდი მადლობა სხვადასხვა. მაგ ტყუპნიაობას ეკნება ადრე. მე ტყუპნიაობაზე პრობლემა არ მაქვს, დავარია რომ თავი არ მომეჭრას. ჩავყოფ სამივე შეაკლავე. კარგი, ჩვენ მზად ვართ და გამოაჩინეთ პირველი დროშა თუ შეიძლება ეკრანზე და ნახოთ გამოვიცნობ თუ არა მას. ვიცი. პირველი დროშა გვაქვს და სამი სავარაუდო პასპორტი ირანის მახსოვს რომ არის ამ ფერებშია ირანი. ფერები მარცვლავი მაეჭვებს რაღაც. ვარსკვლავი არა აქვს ირანისას რაღაც. რა გეტყვით, ხალხო ეს ბრაზილია, ბრაზილია. მაგრამ არც ლატვიის დროშა. ლატვია გამორიცხულია. და ზესტაფონის დროშა, ზესტაფონის განა. კარგი, ჩვენ ვასახელებთ მეორე პასუხს განას, იმიტომ რომ ირანი აი ნამდვილად მოხდა. კარგი რა, ფერები ირანის ფერებით გავს. აბა მარცხნივ მაეჭვებს. და ის არის რა თქმა უნდა განა. იცოდი ეს კარგი. არა უშავს. აბა ეხლა ზურა და მარია. შემდეგ ჩვენი ჯერია. რა ჩავისვით გქონდა. აი მართლა ნერვი. აბა ვნახოთ რა არის შემდეგი. გამარტივია ეს არის ეგვიპტე. არის ეს არის. არის. ოჩა. კარგი, შემდეგი არა, რუსეთის თუ არ ვწდები. აი ბა თეთრით, ნიდერლანდები, ფიჯი. აი რუსეთი ვიცი. არა, რუსეთი არ არის გამორიცხული. ამ ორ შორის უნდა გავაკეთოთ მე და შენ არჩევანი. ნიდერლანდები, ფიჯი. რუსთავი. ნიდერლანდებია. აუ მე უნდა დავიჭერდე. ნიდერლანდებია. აბა გელოდებით მე ავითვლი 5-დან 1-მდე. 5, 4, 3, 2, 1, პასუხი. პასუხი არა. დაიდოს პასუხი. არ გვაქვს. ოზურა როგორ გინდა ხო? აი რა გინდა ეხლა რა სახე ჩავყოთ სურაში, არა ჟანში? თაგო მე პასუხი გვინდა ეს მინდა, მეტი არაფერი არ მინდა. არ მართლა არ ვიცი. პირველი ვარიანტი იყო ჩემი ნიდერლანდები და მოდი მივაწვდით. კარგი, ჩვენი პასუხი არის ნიდერლანდები, მაშინ გვაჩვენეთ თუ გოუთ, სწორი პასუხი ეკრანზე და ის ნამდვილად არის. რა კარგია! რა კარგია! გეოგრაფია მიწავლია. რამე. აი ახლა ნახოთ როგორი გოგო საქართველოს დროშა გამოაჩინეთ, აბა.
აიმე შენ რას ფიქრობ? აი, ნახე ნახე გაჩვირდი, მოდი. ალბათ ვენესუელა, შენ რო თქვი. კარგი. მეგონა დრო არის ავითვალო 5 4 3 კარგი რა, მე უფრო ნელა ვიტყიდი. 2 და 1 პასუხი დაიდოს. მე და მარიამი იმის გათვალისწინებით რომ რაღაცნაირად მახსოვს აი ეს ფერები მახსოვს, უბრალოდ ვარსკვლავები არის ძალიან ბევრ დროშაზე მოგვეხსენება გამოყენებული და შესაბამისად ცოტა ამრია ვარსკვლავებმა. მე მაინც გონია რომ ეს არის ვენესუელას დროშა. აბა ვნახოთ. აფიქსირებთ ვენესუელა. მარიამაც ვენესუელა თქვა და მოდი კარგი, სწორი პასუხი უნდა მოვინიშნეთ. იუჰუ! ვენა უკვე მეორედ გადია მხოლოდ ვარსკვლავებით გასწორდება. აგიმართლად. ავსტრალია! ზუსტად ვიცი! ზუსტად ვიცი! დარწმუნდა არა! ზუსტად ვიცი რომ ავსტრალია. ანუ არც გეკითხები. ავსტრალია. ხო მითხარით რომ ავსტრალია. არა თაკო ის აი ეხა რო არ იყოს მართლგული დიდი ბრიტანეთი ძალიან ცუდად გავხდები აქ ბატონჟორის ახალი ზელანდია და ავსტრალია ძალიან გავს ერთმანეთს მაგრამ აი მე გული ამიჩქარდა ზურანა გულს როგორ ვიკეთავს ეხა რო წავაგებინო ამ გოგოს კარგი აი მე აბსოლუტურად მესმის რომ ჩვენი შოუსთვის უკეთესი იქნება რომ სახე ჩავყოთ მაგრამ იმდენად კონცენტრირებული რომ გამოვიწყო ღირსების ამბავია არ არის პრობლემა აი ოდნავ მექნება არანაირი პრობლემა თავარი გამოვიცნო ყველა სოლიდარობა ზურას გამოვიშვით ზურას სოლიდარობა არ არის პრობლემა კარგი შემდეგი დროშა კარგი შემდეგი აუ ავსტრალია თქვენ ძალიან მარტივი შეხვდა ბულგარეთია რა სიძახი ბულგარეთია კი გაჩერდი ანანო რასაკეთე არა ეხა შენი დროა აბა არა ერთი წამი ერთი ამას მივიკეთე ერი შეიძლება ჩემი მეგონა დედაფიცა აი ეხლა მე ამოხვრიშენ აი ამ ფულებს მაგრამ მე რა ვიცი რომ სწორი პასუხია იქნებოდა მატყუებს მაგრამ მეც ვიცი რომ ბულგარეთია და შესაბამისად ნამდვილად ბულგარეთია თამაში წამაგებდი თაკო რა გჭირს რა გჭირს რა ჩემი პარტნიორი არ ხარ კარგი ბულგარეთი სწორი პასუხი დააფიქსირეთ აუ კარგი არა არის ნამდვილად არის ძალიან გაუბრას არის ბულგარეთი რა თქმა უნდა აი ძალიან გაუბრას ახლა ძალიან გქონთ უთამაშობთ თითქოს აქ ვიღაცას უკარნახა მეც ვიცოდ არ ვიცი ერთი მართალია ზურა კარგი ამას თუ გამოიცნობ თავი ჩაყავის მდნარ შოკოლადში არგენტინა გამორიცხულია მე ვიცი ეს ვისი დროშაც არის გული მაქვს სუდად მოგებული თამაში წავაგე ვიცი დროშაც არის არ უკარნახო ძალიან არა ერთი წამი არგენტინის დროშა მეც ვიცი ეს არ არის ახლა ფინეთსა და არგენტინის დროშა თეთრი და ის არის ცისფერი და ისლანდია ფინეთი აი ამ ალბათ ისლანდია თუ ფინეთი კარგი ფინეთს ამწვანებენ მარიამი და თაკო და ის არ არის ფინეთი არის ისლანდია ახლა გთხოვთ ორივე ჩემი სამ თვაზე მეგობრებო მოდით რა გინდა ეს კლუბში ვართ ამოსრულები მიდი 3 2 1 კარგად ჩაყავით თავი ერთდროულად აი ზურა ძალიან ბიუჯეტური პოდრი გამოგვიყვება რა ქვია ამას ანტიშაინი მოგივიდათ გოგონებო ძალიან ბევრი ვიალებ რაც მთავრად კარგი აი გავდე ჩვენი ჯერია მარიამ აი ეხლა ზურა გორგაძე მარიამს რას ვერჩი მაგრამ გორგაძე ერთი წუთით გთხოვ ერთხში არაჟანში რო არ ჩაყოს თავი ვერ მოვისვენ მე ჯერ პირველი ფქვილი მაქვს აქ თუ რამე შემდეგი დროშა გთხოვთ გამოიტანეთ ამ ხდას აი ეგრე მოგიხდებათ აბა ეხა შენ ხმა არ ამოიღო
იცი. გადმოიწია თუ შეიძლება შენ მოგაშორო. იცი? გაიყვანეთ ეს გოგო. ხმა არავინ არ მოიღოს. ძალიან გამწარებული ვარ ახლა. ძალიან გაბრაზებული. დაახლოებით აი ყველას დროში აბა ეხლა ვნახოთ მარტო და არ უკარ ნახოთ. ეფერებში აი ახლა ძალიან აი მეორეს და მესამე. მა არა, ნუ კარ ნახოთ, დარბაზი კარ ნახოთ. ძალიან გთხოვთ, არ უკარ ნახოთ. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონია რომ ეს არის აუ, კარნახს ქონდა ადგილი რა. უნდა დააფიქსიროთ უკვე, თუ შეიძლება 3 2 1 ლუქსემბურგს ვფიქრობ ხო? კარგი, მეორეს აფიქსირებენ ლუქსემბურგს. მაგარი. ერთმანეთანი. 4-3-ია, ამიტომ და რა ვწყობდი ამ წვით აბსოლუტურად ცუდად გამოვიდოდი. კარგი, ხაჭა, აჭარბული ხაჭა. და საბერძნეთ. კუბა! პასუხი არის კუბა. პასუხი არის კობა. და ის არის კობა, ნამდვილად კობა. ოჩა, გოგონებო, ძალიან მაგრები ხარ. ძალიან კარგი, დაგვრჩა კიდე შემდეგი დროშა შემოგთავაზეთ. აიმე. აი მე სერბეთია, ზუსტად ვიცი სერბეთია. ზუსტად ვიცი. არა, სერბეთია. არა, პასუხი სერბეთია. სერბეთია. გვიჩალიჩე. ფათაშორი სერბეთში ნამყოფი ვარ შესაბამისად. აი ესე. მე 4 არ კი ნაბის მესროლე ზურას. ჩემი საკუთარი ჩემი პირო, ჩემი ზურა. მე არ დაგინდა. არასდროს არ. ჩავყოფი, არ არის პრობლემა. მე დანაპირები მახსოვს მაყურებელზე თუ ყველა გამოვიცემი, მე ჩავყოფ ჩემი ნები თქო. აი დადა. არ დასრულებულა რა. კიდე გწოდება. 2200 აპლოდისმენტებს ამისახურე. ერთი წამობა. ზურა, გეხვეწები, აი. მე შენ ანანო კარგი გავიგე ყველა. ეს გოგო ვისთან არის შეგიძლიათ მითხრა. არ ვიცი, ძალიან სუფთაა. ძალიან დიდი ბაღის მარა. მოდია. მარიამ, ძალიან ლამაზი ხომარ ხარ, შემთხვევით. კარგი. არა თუ აი ეგრე. კარგი, მორჩა, მოდით, ჩემო ლამაზებო, თქვენ ფვილით, უფვილოთ. ყველანაირად ძალიან ლამაზები ხართ, არ აქვს მნიშვნელობა. აი ესეთი ანგარიში დაჯდა საბოლოოდ 2200. და გემრიელი ნაწილის დრო დადგა ზურიკო მოგვიტანეთ ჩვენი გემრიელის ახლავე აიას ტომის ბელადი გავარ მე მგონი არც მინდა გავიხედო კამერაში არც მინდა დავინახო ჩემი თავი აი ეს საჩუქრები მოკლედ გოგონებო თქვენ ჩვენი წარმდგენი კოკაკოლასგან უამრავ კოკაკოლას თან გაიყოლებთ, რა თქმა უნდა, ასე. და ჩვენი პარტნიორი PSP, ნუ მიყურებ, მაგრამ ამსახი. და ნეცინა გადმოგცემთ სასაჩუქრე ნაკრებებს. მიუხედავად იმისა, რომ მოიპოვე პრიზი გაიბარჯვა მარიამმა, ჩვენი პარტნიორი შუხმან ბაინ შატო, ორივე თქვენგანს გადმოგცემთ ორკაციან საგზოს. აი ეს გამიყარდა. ვიკენდზე მოკლედ კარგად გაიგე. ორი ვიკენდი დაგეგმოთ. და ყველაზე მნიშვნელოვანი მოიცა არ გავაფქვილიანო ერთი წუთით. დამეხმარეთ ერთი წუთით. და დღეს გამომწვევი თამაშების გამარჯვებულის ტიტული ხვდა წილად მარიამ გუელესია. აი ესე. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ აი ესე გემშვიდობებით შემდეგ შაბათამდე და აღარ აქვს აზრი გამოწვევას აბა აბრაკადაბრა. ნახვამდის.